საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს აპროტესტებს. აქ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ტერიტორიებად არის მოხსენიებული. შეცდომის გამოსწორების მოთხოვნით საპროტესტო წერილი საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გაგზავნა ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტში. თემაზე ჯემალ ფარცახაშვილი მუშაობს. ჯემალ, რამდენი სპორტსმენია ამ მონაცემებში მოხსენიებული როგორც რუსეთის ოლიმპიელი? ორ სპორტსმენზეა საუბარი, ორ მოჭიდავეზე, ბესი კუდუხოვი და დენის ცარგუში. ცნობისათვის ბესი კუდუხოვი დაბადებულია სამხრეთ ოსეთში, ცარგუში კი აფხაზეთში, კონკრეტულად გუდაუთაში. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ამ სპორტსმენების ბიოგრაფიაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მოხსენიებულია როგორც რუსეთის ფედერაცია. ეს არის შეცდომა, რომელიც დაუშვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა და სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას მოითხოვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც შენ აღნიშნე, უკვე გაგზავნილია საპროტესტო ნოტა ლონდონში და ქართული მხარე მოითხოვს, რომ ეს შეცდომა დაუყოვნებლივ იქნას გამოსწორებული და რომ სპორტსმენების დაბადების ადგილას მითითებული იქნას საქართველოს აღნიშნულმა ფაქტმა უკვე გამოხმაურება ჰპოვა ქართულ პოლიტიკოსთა შორის. ქართულ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია და რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს შეცდომა უმოკლეს დროში იქნას გამოსწორებული. საქართველოს მხრიდან არაერთხელ მოხდა ამ ასეთ ღონისძიებებზე რეაგირება, იყო საპროტესტო წერილების გაგზავნილი, ეს იყო დიპლომატიურ დონეზე, სპორტული ორგანიზაციების დონეზე, თუმცა რუსეთი აგრძელებს იმ ანექსიას, რომელსაც ეწევა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაგზავნა საპროტესტო წერილი, რომ ვინაიდან ეს პრობლემა იყოს აღმოფხრილი, რა თქმა უნდა რეაგირებას მოახდენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკისგან იმიჯნება სპორტი. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთი ამას არ ითვალისწინებს და ის არ ღვევს იმ ქართლით განსაზღვრულ პუნქტებს, რომელიც შეუცვალებაში მოდის ამ შემთხვევაში ოლიმპიურ თამაშებთან. ეს არის ტიპიური საბჭოთა ქმედება, ის არის კრიმინალური ცნობიერების, კიდევ ერთხელ ცდილობს იქნებ ქურდულად გააძვრინოს რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს პროცესი, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული, ამ ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა, ამისთვის რუსეთს აუცილებლად მოუწევს აქ ჩადენილი დანაშაულის გამო კომპენსაციის გადახდა და ამდაგვარი მეთოდებით ცდილობს იქნებ სადმე მაინც გააძვრინოს თავისი პოზიციები. ეს არ მოხდება, მსოფლიო საზოგადოებრიობა, საქართველოს ხელისუფლება მობილიზებულია და რუსეთს პასუხი გაეცემა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ოლიმპიურ კომიტეტშიც. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი სპორტსმენები სპორტის 12 სახეობაში შეესწებიან წარმატების მოპოვებას. ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ქართულ დროშას ტყუის მსროლელი ნინო სალუქვაძე გამოიტანს, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფება. ოლიმპიური ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კი ბრიტანეთში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრება და ახლობით 200 კაციანი შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით მიემგზავრება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ბრიტანეთში აქცენტი კეთდება ისეთ სპორტის სახეობებზე, რომლებშიც ტრადიციულად ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ეს არის ჭიდაობა, როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი და ძიუდოისტთა მხრიდან პირველი გათამაშებაში ბეთქილ შუკვანი ჩაერთვება, რომელსაც წარმატების საკმაოდ რეალური შანსი აქვს. გამოვალთ 12 სპორტის სახეობაში. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რამდენიმე სპორტის სახეობაში ჩვენ პირველად გამოვალთ ოლიმპიადაზე, როგორც არის თქვა ველოსპორტი, მაგალითად, როგორც არის ცურვა. და ძალიან დიდი ხნის შემდეგ ჩვენ გამოვალთ ჩოგბურთში, როგორც ინდივიდუალურ, ასევე წყვილთა ორთაბრძოლებში. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ გუნდი კარგად არის მომზადებული, ძალიან სტაბილური შემადგენლობა მიდის, ძირითადი იმედები, რა თქმა უნდა, მაინც გვაქვს ჩვენ მოჭიდავეების და ძიუდოისტების. პირველი ოლიმპიადა არის ჩემთვის და ძალიან დიდი იმედებით მივდივარ და კარგად ვარ მომზადებული და ხვალე უკვე ნათელი ექნება კენჭისყრავის შეხვდები და მოსამზადებელი მაქვს ერთი დღე რომ განვეწყო იმ ადამიანთან როგორ უნდა ვიჭიდაო და რა სჭიდაობს უკვე მე ვიცი 32 კაციდან ვინ რა სჭიდაობს და მაგის მიხედვით განვეწყობი და ვეცდები რომ მედლით დავამთავრო ოლიმპიური ჩემპიონატი. მომზადებული ვარ კარგად, საუკეთესო ფორმაში ვარ და იმით მივდივარ რომ უფრო უკეთეს შედეგებს ვაჩვენებ ვიდრე წინა ოლიმპიადებზე. ჩემი მესამე ოლიმპიადა არის და უფრო ასე ვთქვათ, მეტი დატვირთვა მექნება და ვეცდები რომ ყველანაირად გავაუმჯობესო შედეგები.
რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიას, გრანდიოზული შოუ პროგრამა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, რომელიც საგანგებოდ იქნა აშენებული ზაფხულის ოლიმპიადისთვის. ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია 27 ივლისს თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება.